არტ-მეურნეობის საგამოფენო სივრცეში ვიმყოფებით, სადაც წარმოდგენილია თანამედროვე მხატვრების შედევრები და უნდა ითქვას, რომ ძალიან ცოტა მუნიციპალიტეტი და დიდი ქალაქები თუ მოიწონებენ თავს მსგავსი გამოფენით და მსგავსი კოლექციით, რომელიც მამუკა ცუცქილიძის მეშვეობით აი ამ არტ-მეურნეობაში მოიყარა თავი. ახალი პროექტი მინდა წარმოგიდგინოთ. ეს არის საკვირაო ხელოვნების სკოლა, რომელიც ხვალ გაიხსნება და ბავშვებს ექნება შესაძლებლობა შაბათ-კვირა ადგილობრივი პედაგოგების თანდასწრებით მათ შეისწავლონ მხატვრობა საკმაოდ სიღრმისეულად, თავისი ბიბლიოთეკით, თავისი ონლაინ გაკვეთილებით, რომელსაც თბილისიდან გაუწევენ კურატორობას ცნობილი მხატვრები. ხვალ გვექნება აი ამ პროექტის პრეზენტაცია, შევარჩიეთ 12 მოზარდი, რომელსაც მხატვრობა აინტერესებს და პირველი მასტერკლასი ჩატარდება სწორედ ხვალ. და მათთვის, ვისაც მხატვრობა სიღრმისეულად აინტერესებს, ან განათლებას უკავშირებს სამხატვრო აკადემიას, ან მხატვარი უნდა გამოვიდეს, ან უბრალოდ უნდა თავისუფალი დრო ხატვაში გაატაროს, არაჩვეულებრივი სივრცეა ერთი ოთახი გამოყოფილი, სადაც ყველაფერია საიმისოდ, რომ პროფესიონალურად დაეუფლოთ მხატვრობას. ეს არის სტილო, ეს არის გუაში, თანქარი, აკვარელი, ფერები, მოლბერტი, აბსოლუტურად ყველა კომფორტი იმისათვის, რომ თქვენ მხატვრობას დაეუფლოთ. იქნება ბიბლიოთეკა, იქნება ონლაინ ბიბლიოთეკა, იქნება ონლაინ გაკვეთილები, რასაც უზრუნველყოფენ თბილისელი მხატვრები, რომლებიც სამხატვრო აკადემიაში ასწავლიან და მე ვფიქრობ, რომ მამუკა ცუცქილიძეს აი ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა იმის პარალელურად, რომ ისინი IT აკადემიაში დადიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დადიან ინგლისური ენის შესასწავლად, ეს კიდევ ერთი შენაძენია არტ-მეურნეობის, სადაც საკვირაო სკოლა სწორედ ხვალ 12 საათზე გაიხსნება და ვისაც გაინტერესებთ ეს ყველაფერი, აუცილებლად მოდით, იმიტომ რომ ჩვენი შვილების ხარისხიანი განათლება ეს არის უკეთესი ხვალინდელი დღე. ეს არის ყველაზე სწორი სტრატეგია იმისათვის, რომ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი განათლება, რომელიც კავშირში იქნება დედაქალაქთან და რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით ხვალინდელი დღე. მე მგონია, რომ ერთი განსაკუთრებული ფურცელი არა მხოლოდ არტ-მეურნეობის ისტორიაში, რომელიც უკვე იქცა წალენჯიხელებისთვის ალტერნატიული ცოდნის მიღების ცენტრად. და პირველი მასტერკლასი ჩატარდება სწორედ ხვალ. ბუნებრივია ის ყველა სიკეთე, რომელიც არტ-მეურნეობიდან გაიცემა, არის მამუკა ხაზარაძის საჩუქარი წალენჯიხელებისთვის და არა მხოლოდ წალენჯიხელებისთვის, მიმდებარე მუნიციპალიტეტებისთვის და მე მგონია, რომ ეს შესაძლებლობა თქვენმა შვილებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ.